ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ პროპაგანდისა და ცენზურის მანქანად წოდებული გლობალური ჩართულობის ცენტრი საბოლოოდ გაუქმდა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის 57 პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც იმსახურებს პატივისცემას, ეს არის მათი მიდგომა, ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების წარმოებაში არიღებდნენ მონაწილეობას. პრეზიდენტ ტრამპის პირველი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, რომელიც გაცხადებული აქვს, ეს არის Deep State-ის დამარცხება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მიმდინარეობს, ჯერ ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვთქვათ, რომ Deep State-ი დამარცხებულია. Deep State-ი ეს არის მიმართულება, რომელსაც ძალიან ღრმა ფესვები აქვს, არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. მათი სურვილი იყო, რომ ხელისუფლებები სხვადასხვა ქვეყნებში ყოფილიყო მათი კონტროლის ქვეშ, ეს ერთიანი მიდგომა და დამოკიდებულება, მეთოდები ერთი იყო, თუ როგორ უნდა ემართათ სხვადასხვა ქვეყნებში ხელისუფლებები, იგივე იმ ორგანიზაციების ჩართულობით, რაზეც თქვენ საუბრობთ. შესაბამისად, ყველაფერი ცხადი და ნათელია. ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ამ ორგანიზაციის, ქართული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული საგარეო საქმეთა მინისტრების და სხვა უცხო პირების პარლამენტის წინ მიტინგები, სადაც ისინი პირდაპირ ითხოვდნენ უკრაინის მაიდანის გამეორებას და ამ მხრივ საზოგადოებაში არასტაბილურობის შემოტანას. ამიტომ ეს კავშირები ძალიან მკაფიოა, ძალიან ცხადია. ამიტომ ჩვენ ვინმეს კი არ ვადანაშაულებთ, ეს ფაქტად არის უკვე, თავად ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა, რომ მსგავსი დაფინანსება პირდაპირ იყო გამოყენებული უცხო სახელმწიფოებში და საზოგადოებებში ძალადობების და მსგავსი ტიპის არასტაბილურობების შემოსატანად. კიდევ ერთხელ უკვე მე რამდენად სრულიად ლოგიკურად ჩნდება ის ფაქტები, რატომაც ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რაც მივიღეთ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონის და მოგვიანებით ფარას შემოტანით.